უცბად თვალი მოგწყვიტავთ, ხო? მოხდები. ის უნდა მაჩვენო მერო. ის შენი ემოცია გადასცე მაყურებელს. მოგესალმებით, ახლა ჩვენ ვიმყოფებით უფლის ციხეში. ჩვენ შევესწრებით დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ მის. ჩვენ გახლავართ მედია სკოლის საქართველოს სტაფ-ფუნქციონერი. ეს ხონდა ვორქშოპი და გადავწყვეტ რომ გავუკეთებინა ესეთი სასიამოვნო შეხვედრა. სანამ დავიწყებდით უბრალოდ შესწავლას ამ ტერიტორიის და ხალხთან საუბარს, გადავწყვეტეთ რომ ჩამოგვეწერა ის პუნქტები, რომლებიც აუცილებლად გვჭირდება. დავალება ჰქონდა, უნდა მოგვეწია ინფორმაცია შიდა ტურისტთან დაკავშირებით, რის შედეგად ჩვენ ჩავწერეთ დირექტორი, რომელმაც მოგიწევ თუ რამდენი ტურისტი სტატისტიკა გავაქვეყნეთ, რამდენი ტურისტი არის ქართველი და რამდენი უცხოური, ასევე მოვიარეთ ტერიტორია და ჩავწერეთ როგორც ქართველი, ასევე უცხოური ტურისტი. გამივითარდა ეს უნარჩვარო რომ ადამიანებთან უფრო კარგად კონტაქტობდით და რა უფრო გავიზარდეთ ამ მაყოფილი ვართ რამდენი მუშაობით, რადგან ჩვენი ამ ორი თვის განმავლობაში ნასწავლი პრაქტიკულად გამოვიყენეთ. ჩვენ დაყოფილი ვიყავით სამ ჯგუფად, სამუშაო პროცესში, როგორც ეს სწავლისას ხდება, ანუ სატელევიზიო, საგაზეთო და ონლაინ მედია. მე ვიმყოფებოდი სატელევიზიო ჯგუფში, ჩვენი დავალება იყო გამოგვეყოლია უფლის ციხის წარსული. გავესაუბრეთ უფლის ციხის დირექტორს, ასევე ჩავწერეთ უცხოელი ვიზიტორი და ქართველი ტურისტი. და ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელებმა უფრო მეტად იციან უფლის ციხის ისტორია, ვიდრე ქართველებმა, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს. დღევანდელი გასვლით ტური ემსახურება იმას, რომ მოსწავლეებმა, რომლებიც მომავალში გახდებიან ჟურნალისტები, დაგვანახონ საკუთარი თვალით, საკუთარი ამ ეტაპზე არსებული გამოცდილებით, როგორ შეიძლება გადაღება ისეთი ვიდეო მასალის, ამ შემთხვევაში ონლაინ მედიის ჯგუფზე საუბრობ, ისეთი ვიდეო მასალის, რომელიც საინტერესო იქნება ბევრი ადამიანისთვის და რომელსაც გაუზიარებენ ისინი აქ დანახულ საკუთარი თვალით დანახულ და შემდეგ დაფიქსირებულ მომენტებს. Გამოწერეთ თეზესები, ავირჩიეთ ანუ ერთგვარ სისტემაში მოვაქციეთ ეს ჩვენი მუშაობის პროცესი და შემდეგ შევუდგნენ ეს ბავშვები პრობლემატიკის შესწავლას. ეს არის აპრობირებული მეთოდი. მოგეხსენებათ უცხოური ქვეყნების სწავლების პრაქტიკაში. ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოში რაც შეიძლება ბევრი იქნება ასეთი გასული შეხვედრები, რადგან რელაქსაციისთვის და გონებისათვის უფრო იხსნება ალბათ ამ დროს ადამიანის შესაძლებლობები.